საქართველოში მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება. მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით და ყველამ აბსოლუტურად ყველამ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს რუსული მმართველობა. რუსული მმართველობა ძალიან პრევენციას აფრენებს სიტყვის უფლებას. ეს ფაქტები უნდა გამოხატო ასენოთ სასამართლოს თქვენთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები თუ რამ გამოიწვია ეს ფაქტები და რამ გამოიწვია მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ხო, არასდროს არ მქონია ასეთ ვითარებაში საქმე. მე ვარ სოხუმელი და აი ეგერ იმ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს დაუბრუნდი. და ეს ყოველი ჩემი საქციელი და ყოველი ჩემი სიტყვა, ყოველი ჩემი ამოსულვა არის ამ ვითარებით გამომდინარე. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ერთი წუთით რა 4 ფაქტი მაქმნევია. რუსეთის მმართველობის ქვეშ საქართველოში დაიღუპა მოკლეს მილიონამდე ქართველი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ სოჭი 100 წლის უკან იყო საქართველოს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ვითარება, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ კავკასიაში 24 საუკუნეზე შევიკრიბეთ შვიცარიისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვიყავით ჯგუფი და მე ზუსტად დროს ვერ მოგახსენებთ, არ მახსოვს, წამოვედით მსვლელობით ამ სასამართლოსკენ. ამ დროში მე ყოველთვის დროში დავდივარ წინ და მე ვიყავი წინ და არ დამინახია უბრალოდ რაღაც ვითარებაში დააკავენ გოგონა. მე გადავწყვიტეთ, რომ წასულიყავით პოლიციის სამმართველოსთან. ტიკერის მიწაზე დაყრა, მოახდინა ციალა ქათამიძემ და ამის გლობიზე დააკავეს ციალა. ამ მე აღელვება მოხდა ხალხის და დააკავეს 12 ადამიანი, 11 ადამიანი დააკავეს. ქალბატონი მზია არ ყოფილა ამ მომენტში. მე მოვიდა და უნდა გაკრა კედელზე იგივე სტიკერის. მე მიმართე ძალიან მთხოვე, ჩემთვის ყოველი ადამიანის დაპატიმრება არის მიუღებელი და ძალიან მთხოვე, რომ არქნა რა გოგო არქნა მეთქი. ეს ვიყავი მე პირადად. პოლიციის თანამშრომლები საერთოდ არ იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე იმ მომენტში. სადაც საკრავდა სტეკერს. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ იმ ჭიშკრის უკან. მანამდე თუ იყო რაიმე სახის მითითება, არავის მაგალითად დაეკრა სტიკერი, ამის გავსიარებელი მითითება იყო სამართალთან საზოგადოების მხრიდან? მე არ გამიგონია, არ ყოფილა. ბოლო ვითარებას ვიტყვი, რომ მე-20 საუკუნეში რუსეთის ქვეშ ერთი წუთი რა აბაზგები და უბიხები დედამიწის ზურგიდან გააქრა. ეს ემუქრება საქართველოსაც.